მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას არხის გამომწერებს პირველ რიგში სტუმრებს მოგესალმებით ვისაც არ გამოგიწერეთ თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ვინც გამოიწერა უკვე და მილაიქებს და მიკომენტარებს გაშლებს ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო თქვენი ნდობისთვის ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის მადლობა ძალიან დიდი ვისაც არ გამოგიწერეთ თხოვნა მაქვს კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ ეს ენერგიების გაცვლისთვის ასევე აუცილებელია და ასევე იმისთვის რომ არხი განვითარდეს. მოდი გავაკეთოთ ახლა ასეთი გაშლა. ქვები მოვიმართო, ვარიანტებზე მინდა გავაკეთო გაშლა. რა იყო და რა იქნება. მოდი სამ ვარიანტზე იყოს, აი ესე სამ ვარიანტზე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ჩემთვის. აი ასე დავალაგოთ, მაშინ ასე დავალაგდა სამ ვარიანტზე გავაკეთოთ გაშლა. რა იყო და რა იქნება უახლოეს მომავალში, ხო? ანუ უბრალოდ ხო, წარსულში რა რჩება და რა იყო და რა იქნება უახლოეს მომავალში პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ და ასევე ის სიტუაცია, რა სიტუაციას გაინტერესებთ, ხო? იმ სიტუაციასთან მიმართებაში რა იყო და რა იქნება. ნუ მე გავაჟღერებ ვარიანტებს, არ დაგვაუწყდეს რომ საჯარო გაშლა და მაშინ დავიწყოთ. პირველი ვარიანტი ვინც არჩია, ანუ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. დავალაგებ არკანებს. პირველი ვარიანტისთვის რა იყო და რა იქნება. მეორე ვარიანტისთვის რა იყო და რა იქნება. და მესამე ვარიანტისთვის რა იყო, ან რა დარჩება წარსულში და რა იქნება. აირჩიეთ ვარიანტი, მე გადავდებ მესამე ვარიანტს და მეორე ვარიანტს, ვისაც დრო არ გყოფნით დააპაუზეთ, მაგრამ პირველივე წამები არის თქვენი ინტუიცია. პირველივე წამები, სანამ გონება ჩაირთვება და ფიქრი დაიწყება, აი ეს არის ინტუიცია, ჩემს ძვირფასებო და ამას გაუწიეთ ვარაუდი. და დავიწყოთ მაშინ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, აი ეს თეთრი ქვა. რა იყო პირველი ვარიანტის ცხოვრებაში, რა იყო, რა დარჩა წარსულში. ნახეთ. რვიანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ როგორი, ესე იგი წარსულში დარჩა ის, რომ რაღაც გამოვალ სიტუაციაში იმყოფებოდით, შესაძლებელია ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს, გონდათ შიშები, თავის ტკივილები, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც იყო ზოგიერთისთვის, ხო? ანუ მუდმივად ერთი სიტყვით როგორი სიტუაცია მუდმივად გქონდათ ფიქრები ნეგატიური, ხო? ანუ უიმედო ფიქრები, როდესაც რაღაც გამოვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით და არ იცით რა მოიმოქმედოთ და აი ეს ყველაფერი, ხო? აი ეს ყველაფერი იმდენად დაუცველი თითქოს თქვენს გარშემო, რომ არავის იმედი არ გაქვთ და პრობლემებით, ერთი სიტყვით ძალიან პრობლემებში იყავი. ნუ ნებისმიერ რამეს შეიძლება ეს ეხებოდეს, შესაძლებელია ყოფილიყო ეს პრობლემები და ეს სირთულე დაკავშირებული იმასთან, ნუ პირად ურთიერთობაზე შეიძლება ყოფილიყო პირად ურთიერთობასთან, შესაძლებელია რაღაც არ გამოგივიდათ საქმე, არ გამოგდიოდათ საქმე, შესაძლებელია ეს სირთულე დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თქვენი საქმე წინ არ მიდის და რაღაცა გაჩერებული მდგომარეობა, ხო? ანუ გამოუვალი ფინანსური რაღაც შეიძლება კრიზისი ყოფილიყო ზოგიერთისთვის. ნუ ერთი სიტყვით რვიანი ხმალი, ეს არის როდესაც რაღაც გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ შესაძლებელია ეს პრობლემები ძირითადად ყოფილიყო თქვენი შინაგანი ფიქრებიდან გამომდინარე, ხო, შინაგანი ბლოკები, როდესაც ადამიანს გონია, რომ რაღაც პრობლემას ვერ გაართმევს, თავს სიტუაციას ვერ გაართმევს, თავს რაღაც გამოუვალი სიტუაცია, მაგრამ სინამდვილეში ყველა სიტუაციიდან არის რაღაც გამოსავალი. ნუ გავიმეორებ, რომ შესაძლებელია ზოგიერთისთვის ეს ყოფილიყო ჯანმრთელობის პრობლემა, ხო, შესაძლებელია რაღაც ჯანმრთელობის მხრივ ქონდათ რაღაც პრობლემა და იძულებული იყავით, რომ რაღაც აი ესეთ მდგომარეობაში, გაჩერებულ მდგომარეობაში. მაგრამ ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს თქვენი პრობლემა და თქვენი სიტუაცია, ეს ყველაფერი რჩება წარსულში, ჩემო ძვირფასებო და მოდი ვნახოთ რა იქნება უახლოეს მომავალში. ორიანი ხმალი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. ორიანი ხმალი, ნახეთ, აქ სხვანაირი 78 კარის დასტა და ორიანი ხმალი აქ არის რაღაც ახალი შესაძლებლობა გაიღება კარები თქვენს ცხოვრებაში და რაღაც შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ იგრძნოთ, როგორ გითხრათ, თავი საჭიროდ, ხო? საჭიროდ, ანუ როგორი მომენტია, იცით, ნახეთ, მონაზონი, რომელმაც კარი გახსნა, ცდილობს ვერ გადაუწყვეტია ეს ბავშვი აიყვანოს და შეიფაროს თუ რა გააკეთოს ამ ბავშვისთვის, ეს არის რაღაც ახალი შანსი და ასევე
ამ მონაზონისთვის არის რაღაცა შანსი, რომელიც ეხმარება საკუთარ თავსაც და რა თქმა უნდა სხვასაც იმაში, რომ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ერთმანეთისთვის ორივე რაღაც ახალი შანსი მიეცა ამ მონაზონს, რომ თავი იგრძნოს სრულფასოვნად და რაღაც მომავლის რწმენა და რაღაც მომავლის იმედი ჩაესახა ხო ანუ ორივესთვის მნიშვნელოვანია ის რომ რაღაც შანსი მონაზონსაც მიეცა და ჩვილსაც მიეცა ხო რაღაც ახალი ანუ ესევე იქნება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს მომავალში იმ პერიოდში რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში რაღაც მოგეცემათ ახალი შანსი რომელიც თქვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება და მეორე მხარისთვისაც ხო ანუ თუ ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობას შესაძლებელია ეხებოდეს ნებისმიერ რამეს საქმეს თუნდაც ნუ ჩვილი ახალშობილი ეს შესაძლებელია იყოს რაღაც ახალი გეგმა, ახალი პროექტი, რაღაც ახლის საწყისი, რომელიც სამომავლოდ რაღაც შედეგს გამოიღებს, ხო? მაგრამ თქვენთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი გააკეთოთ, ხო? ანუ კლასიკურ დასტაში ორიანი ხმალი თვალებზე ახვეული აქვს, ხო? ანუ ეს არ არის კლასიკური დასტა, მაგრამ რომ გავიხსენოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაინახოთ ეს შანსი და ეს მიიღოთ გადაწყვეტილება, ხო? ამ შემთხვევაში მონაზონი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავისთვისაც და ახალშობილისთვისაც, ხო? კარები გახსნილია და შიგნიდან ახეთ სითბო და სიმყუდროვია იქ, სადაც უნდა შევიდეს ეს ახალშობილი ბავშვი. ანუ როგორი მომენტია, რა საქმესაც არ უნდა ეხებოდეს თქვენი ჩანაფიქრი და რა სიტუაციასაც არ უნდა ეხებოდეს თქვენი ჩანაფიქრი, ძალიან მნიშვნელოვანია მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და სწორი არჩევანი გააკეთოთ. ნუ იყვყმანებთ და დაინახოთ ის შანსი, რასაც სამყარო გიბოძებთ, ხო? რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოთ ერთი სიტყვით, რომელიც ეს არჩევანი შეიძლება იყოს ისევ გავიმეორებ საქმესთან დაკავშირებული არჩევანი, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებული არჩევანი, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს თქვენ სიტუაციას თქვენ თავად მოარგეთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ მინიშნება, რომელიც მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის რომ მოისმინოთ. აი ასეთი იყო, ისე რომ აი ეს რთული სიტუაცია წარსულში რჩება და შანსი აუცილებლად მოგეცემათ. იმის რომ თქვენი ჩანაფიქრი რეალიზებაში მოიყვანოთ, თქვენი გამოცოცხლდეთ და გოგითხრათ გამოცოცხლდეთ და თქვენი საქმე წინ წაიყვანოთ. აუცილებლად მოგეცემათ. მთავარია თქვენის გადაწყვეტილება უკვე მიიღოთ და არ იყვყმანოთ. აი ეს არის პირველი ვარიანტისთვის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაიგოს, ძალიან მაინტერესებს. გამომეხმაურეთ. რამდენად რეზონირდა თქვენთან აღნიშნული გაშლა, აღნიშნული მინიშნებები, რას ფიქრობთ თქვენ. მადლობელი დაგვრჩებით, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რა დარჩა წარსულში, რა მიდის, ხო, რა მიდის და რა მოვა. მომავალში იმ პერიოდში, რასაც თქვენ ჩაიფიქრებთ, ვნახოთ, რას უკავშირა რა რჩება წარსულში. შვიდიანი კვერთხი შემოძვირფასებო. შვიდიანი კვერთხი, აქ როგორი არკანია იცით ეს შვიდიანი კვერთხი შესაძლებელია რაღაც, არ ვიცი, სიტუაცია, ან რაღაც საქმე თქვენ იყავთ ისეთ მდგომარეობაში, ან მალავდით, ან იყო საჭირო რომ დროებით რაღაც არ გაგემშღავნებინათ ვინმესთვის, ხო? ანუ საკმაოდ ძლიერი პოზიცია გაქვთ და საკმაოდ როგორ გითხრათ, ძლიერი პიროვნება, მაგრამ გაქვთ რაღაც შესაძლებელია რაღაც პრობლემა, ნუ აი ქვით, არ ვიცი, ან ფარავს გამოქვაბულს, ხო? ან ცდილობს რომ გახსნას კარი, გამოქვაბულის კარი. ეს რომ პირობითად ავიღოთ, შესაძლებელია გქონდათ რაღაც პრობლემა, რის დაფარვასაც ან ცდილობდით, ან იყო რაღაც დამალული, რაც გაიგეთ, ხო? რაც გაიგეთ და ცდილობთ რომ გაიგოთ ყოველ შემთხვევისთვის. აი ესეთი სიტუაცია აქვს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძლიერი პიროვნება ხართ, საკმაოდ გახსნილი შესაძლებელია თქვენს საკითხს, რაც გაინტერესებთ და რასთან დაკავშირებითაც უყურებთ, ხო? ცდილობთ, რომ თქვენ თავად მოაგვაროთ, თქვენ თავად გაუმკლავდეთ, თქვენ თავად სხვების ჩარევის გარეშე გაარკვიოთ, ხო? გაარკვიოთ რა იმალება, ან რა არის დაფარული, ან შესაძლებელია თქვენ ცდილობდეთ თავად ჯერჯერობით სხვისა თვალისგან პრობლემის ან იმ რაღაც საკითხის დაფარვას, რისი გამჟღავნებაც ამ ეტაპზე არ გინდოდათ აქამდე, ხო? აქამდე. ნახოთ, არ ვიცი მე ხლა რას უკავშირდება ეს თქვენ უკეთესად იცით. თუ გეცნოთ რაიმე
მაშინ ეს თქვენი ვარიანტია, თუ არა და მაშინ გადაიფიქრეთ, გადაირჩეთ ვარიანტი და ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევისთვის, რომც 7-იანი კვერთხი ეს არის, როდესაც თქვენს საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენთვის ამ მომენტში მნიშვნელოვანია, რაღაც წინააღმდეგობებს აწყდებით, ხო? რაღაც წინააღმდეგობებს აწყდებით, შესაძლებელია ბევრი თვალი გიყურებთ, ანუ ბევრი გაკვირდებათ და ცდილობენ რაღაცნაირად სხვა ნაბიჯი გადაგადგმევინონ და შესაძლებელია თქვენ ცდილობთ, რომ აი ჯერჯერობით არავინ არ ჩარიოთ და თქვენი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ, ხო? ნახოთ რა იქნება. ტრანსფორმაციის არკანი ამოვიდა. ნახეთ, ტრანსფორმაციის არკანი. მე ერთ არკანს დავამატებ. ტრანსფორმაციის არკანი გვეუბნება იმას, რომ ყველაფერი შეიცვლება. ნახეთ, დრო მიდის, ერთადერთი ფაქტორი რაც არის, უნდა გაითვალისწინოთ თქვენ, რომ ნახეთ, აი ეს მძიმე ფიქრები თუ რაიმე გაწუხებთ, რაიმეს დაკარგვის შიში გაქვთ და ფიქრობთ, რომ რაღაც არ გამოვა, ხო? და რაღაც ისე არ წავა. ეს ფიქრები უნდა მოიშოროთ, ჩემო ზურფასებო. ტრანსფორმაცია, ეს არის აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია. ნახეთ, კარები გახსნილია, კარები ჭიშკარი გახსნილია. მართალია დრო მიდის, ამას გაუწიეთ ვარაუდი. ძაძებით არის მოსილი პიროვნება და რაღაც დანაკარგის შეგრძნება აქვს, მაგრამ კარები გახსნილია. ანუ გამოსავალი არის და არის პერსპექტივა იმის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს. მე ერთ არკანს დავამატებ. ანუ თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე წინააღმდეგობებს, ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს აწყდებოდით აქამდე, ხო, რაც იყო. ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდით და შეიძლება ითქვას, რომ დაუღალავი შრომის მიუხედავად შედეგს ვერ ღებულობდით, აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია, ტრანსფორმაციის არკანი ამას გვეუბნება აუცილებლად. შეიცვლება სიტუაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ დაკარგოთ ძალიან ბევრი ანუ წარსულზე ფიქრით დრო არ უნდა დაკარგოთ და არ უნდა იყოთ აი ეს მომლოდინე რეჟიმში, რომ რაღაც თვითონ შეიცვალოს, უნდა იმოქმედოთ თქვენ. ერთ არკანს დავამატებ, რა იქნება ხო ეს მომავალში იმ საკითხში, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რა იქნება. იმპერატორი, ნახეთ, იმპერატორი. აუცილებლად გექნებათ სტაბილურობა. შესაძლებელია იმპერატორი ნიშნავდეს იმას, რომ აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში პიროვნება, ვინც დაგეხმარებათ. თუ არ წავიკითხავთ ისე როგორც სტაბილურობას. აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, ვინც დაგანახებთ ფართოდ, ნახეთ, ფეხებთან გლობუსი აქვს, ხო? ანუ ყველა ემორჩილება იმპერატორს, ყველა კარი გახსნილია მისთვის და რომელ კუთხეშიც არ უნდა და რა, ანუ ფართო გაგებით, ფართო მცნება, ანუ აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას, ან თქვენს პერიოდში დადგება ის სტაბილური პერიოდი, საიდანაც თქვენ თვითონვე იპოვით არაერთ გზას, არაერთ გამოსავალს, არამედ ძალიან ბევრ რაღაცა შესაძლებლობები და შანსები გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ზურფასებო. ორი მაღალი არკანი, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დაგიდგებათ მეორე ვარიანტს, ვინც აირჩიეთ, ჩემო ზურფასებო. მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, როგორ რეზონირდება. მოგესალმებით მესამე ვარიანტს, ვინც აირჩია მწვანე ქვა, ნახოთ თქვენს ცხოვრებაში. რა რჩება წარსულში, ნახეთ, ორიანი კვერთხი, როგორი არკანია. ანუ ვინც ტაროს გაშლებს უყურებს, შესაძლებელია დაინტერესებულიც ხართ, ყველამ კარგად იცით ეს დასტა და როგორი სიტუაცია, ნახეთ, გაურკვეველი სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია რაღაც გაინტერესებდათ, ან შესაძლებელია თქვენ იყავით სხვისი დაკვირვების ობიექტი, ხო, თქვენზე ძალიან დიდი ინტერესი იყო ვინმეს მხრიდან, ძალიან აინტერესებდით ვინმეს, მაგრამ შესაძლებელია ჯერჯერობით კვლავ კიდევ არის რაღაც გაურკვევლობა, ნუ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ეს სიტუაცია, შესაძლებელია იყოს რაღაც საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი რამ, რასაც არ აქვს მნიშვნელობა, ფინანსები იქნება, რაღაც საქმე იქნება, სწავლა იქნება, გზა, ნებისმიერი რამ, რასთანაც რაღაც გაურკვევლობა გაქვთ და კითხვის ნიშნები. ანუ როგორი მომენტია, ძალიან ნახეთ, არ იცით, გაჩხერილია კარებში გოგონა, თან თითქოს ყურს ადევნებს და ყურს ანუ თვალს ადევნებს რა ვინმეს ან რამეს. ერთი ფეხი გადმოდგმული აქვს კარებიდან, მაგრამ აი ბოლომდე არ არის გამოსული. ეს არის
სიტუაცია, რომელშიც რაღაც გაურკვევლობის გამო არ იცით რა მოიმოქმედოთ, ხო რა, როგორ მოიქცეთ. შესაძლებელია გავიმეორებ ისევ, რომ შესაძლებელია თქვენ იყოთ ვინმეს დაკვირვების ობიექტი და ეს ყველაფერი რჩება წარსულში. ვინმე გიყურებთ, ვინმე საინტერესებს თქვენი პიროვნება, თქვენი ცხოვრება, შესაძლოა, მაგრამ ანუ და შეიძლება თქვენ ეს იცით კიდეც, ხო, მაგრამ არის რაღაც გაურკვევლობები, აი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, შემოძვრფასებო. ან თქვენ თავად გაქვთ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და გაურკვევლობა, ხო, იმოქმედოთ თუ არ იმოქმედოთ. რაღაც არჩევანის წინაშე გახართ და აი ეს გაურკვევლობა და ეს ბურუსი შეიძლება ითქვას და ეს შესაძლებელია იცით როგორი მომენტი იყოს კიდევ. გაინტერესებთ რაღაც, არ ვიცი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ისევ და ისევ გავიმეორებ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, მაგრამ სრულად ასე ვთქვათ არ გესმით, ვერ იგებთ ხო ჯერჯერობით, აი გოგონას ყური კი აქვს დამზერილი, მაგრამ ბოლომდე ვერ ანუ არ ესმის კარგად რა ხდება, რომ გადადგას ნაბიჯი და იმოქმედოს. აი ესეთ მდგომარეობაში ხართ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენც რაღაც გაურკვევლობაში და ეს ყველაფერი, ეს გაურკვევლობა და ეს რაღაც ორჭოფული სიტუაციები, მე მინდა გითხრათ, რომ რჩება წარსულში და მოდი ვნახოთ რა იქნება, რა მოვა. უახლოეს მომავალში ნახეთ ხმლის დედოფალი. როგორი სიტუაცია აქ არკანი ნახეთ იმ პრობლემას და იმ საკითხს, რაც გაინტერესებს თქვენ, ხმლის დედოფალი ჯერჯერობით მოვა სიცხადე. გვერდიდან დაინახავთ, აი თქვენს თავს რომ გვერდიდან შეხედოთ, რომ შეიძლება იმდენად დაიღალეთ ყველანაირი აი რაღაც გაურკვევლობებით, რომ უკვე აღარც კი გინდათ, ხო? მაგრამ მოვა სიცხადე, მოვა ის რომ გაიგებთ ყველაფერს, რაც შეიძლება თქვენს წარსულთან იყოს დაკავშირებული, ან რაღაც წარსულ საქმესთან იყოს დაკავშირებული, ხო, ან რაც უკვე ჩავლილია. რაღაც აუცილებლად რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, მე ერთ არკანს დავამატებ, რაღაც საკითხში, რაც თქვენ დაინტერესებთ, აუცილებლად მოვა სიცხადე. სიცხადე და თქვენი მხრიდან აღარ იქნებით ეს ორჭოფულ და გაურკვეველ სიტუაციაში, ხო? უკვე გადაწყვეტთ, რომ რა გააკეთოთ და როგორ იმოქმედოთ. ან შესაძლებელია თუ სიტყვაზე გაინტერესებთ ვინმეს შესახებ ინფორმაცია და ეს შესაძლებელია ეხებოდეს ქალსაც, შემოძვრფასებო აუცილებლად გაიგებთ რაც ინფორმაციას და ეს იქნება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის. რასთან არის კავშირში? ну, აი, არ ვიცი, შესაძლებელია პენტაკლის მეფე ამოვიდა. პენტაკლის მეფე, ერთი წუთით. შემოძვრფასებო, მე დავაზუსტე პენტაკლის მეფე და შესაძლებელია, იცით როგორი მომენტი იყოს ზოგიერთისთვის, ხო, ანუ საჯარო გაშლა და არ დაგვავიწყდეს, შესაძლებელია რაღაც გაურკვევლობა გქონდათ წარსულში გზასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით ზოგიერთს რომ შესაძლებელია რაღაც თანხის პრობლემა იყო და აი ამ სიტუაციაში გამოჩნდება შეიძლება ან ქალბატონი ვინც დაგეხმარებათ ფინანსურად და შეგიწყობთ ხელს თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში, ეს გზასთან იქნება კავშირში თუ რაღაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გადაიჭრება ან თუ ეს ქალი არ იქნება, თქვენ მოგივათ, როგორ გითხრათ, თქვენ გაიგებთ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენ თვითონვე შეძლოთ გამოსვლა იმ რაღაც გაურკვევლობიდან ერთი სიტყვით. არ ვიცი, ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს გზა, შესაძლებელია ზოგიერთისთვის ეს იყოს რაღაც ფინანსური რაღაც საკითხი, რომლის გადაჭრაც გინდათ შემოძვრფესებო. შესაძლებელია ზოგიერთისთვის ეს იყოს რაღაც მნიშვნელოვანი შენაძენი ან რაღაც ნივთი, რომლის შეძენაც ვერ გადაგიწყვეტიათ, ან მოლოდინი გაქვთ რაღაცის, რომ ვთქვათ შეიძინოთ და აი ესეთი საკითხი ერთი სიტყვით, რაც არ უნდა იყოს და რა საკითხთან დაკავშირებითაც გაქვთ რაღაც კითხვის ნიშნები, მესამე ვარიანტს მინდა გითხრათ, რომ აი ეს კითხვის ნიშნები მოიხსნება და აუცილებლად გადაიჭრება სასიკეთოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ რაღაც გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება და გამოხვალთ აი რაღაც გაურკვევლობიდან, რა გაურკვევლობაში აქამდე იყავით და რა კითხვის ნიშნებიც აქამდე გაწუხებდათ, ცხადად მოვა იმ საკითხთან დაკავშირებით რაღაც დადებითი პასუხები და დადებითი ქმედებები ერთი სიტყვით. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და როგორ რეზონირდა თქვენთან. მადლობა შემოძვრფასებო და ნახვამდის.
ნახევარდის. ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ შემოძვირფასებო და მადლობა კიდევ და კიდევ მათ, ვინც არ იზარებს კომენტარების დატოვებას. ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი კომენტარების წაკითხვა. მადლობა და ნახვამდის.